მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი 1,600,013 ლარს შეადგენდა. ამ დროისათვის ბიუჯეტში აუთვისებელი თანხა ნაშთის სახით კი 700,000 ლარს აღწევს. როგორც მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, თანხა ძირითადად ჯანდაცვის პროგრამებსა და სტიქიური უბედურებების დროს მიწისძვრის, მეწყრის, ხანძრისა და ძითთოვლობისას დაიხარჯა. რატომ დარჩა თანხა აუთვისებელი წლის ბოლომდე? პარმენ ჯავაღონია განმარტავს, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ სამინისტროების მიერ დაყენებული შუამდგომლობისას გაიცემა. რაში და როგორ გაიხარჯა ბიუჯეტი, რამდენ ოჯახს გაეწია დახმარება და რატომ დარჩა ნაშთი? აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის არგუმენტები ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. სარეზერვო ფონდიდან ძირითადად თანხები დახარჯული არის ჯანდაცვის კუთხით და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების კუთხით. კერძოდ მოხმარდა ისეთ პროგრამებს, ჯანდაცვის პროგრამებს, უბრალოდ ჯანდაცვის დაფინანსებას, რომელიც პროგრამებით არ იყო დათვალისწინებული, ან კიდევ იმდენად დიდი იყო ანაზღაურება, რომ ფაქტურად მსახიობ ან კონკრეტული პირი ვერ გაწდებოდა მის გადახდას. სხვა შემთხვევაში სტიქიის კუთხით მოხმარდა ძირითადად სტიქიას, ანუ მეწყერს, წყალდიდობას, ასევე მიწისძვრას, რომელიც აჭარაში ჰქონდა.